ასეთი გარსავალ შემოგთავაზეთ ხა მეგობრებო. Ჩაფიქრეთ თქვენი თავი, თქვენი პარტნიორი და გავიგოთ ვისაც გაინტერესებთ. რისთვის მოვიდა ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში? გაკვეთილებია რამე სასიხარულო გელოდებათ მომავალში თუ გაკვეთილებია რა უნდა ისწავლოთ ამ ურთიერთობისგან. ჩაფიქრეთ თქვენი პარტნიორი, თქვენი თავი და ვნახოთ იდენტიფიკაცია რამდენად დაემთხვევა, რამდენად მიხვდებით და იგრძნობთ რომ თქვენია და ლაიკება არ დაგეზაროთ თქვენი თანადგომა, ერთგვარი თქვენი გორჩი დგომა ყოველთვის მახარებს და მაძლევს სტიმულს რომ როგორც კი დრო მექნება ხოლმე ყოველთვის საერთო გაშლებით გაგახაროთ. პირადი გაშლები ვისაც გნებავთ და უფრო დეტალური ინფორმაცია რომ ძალიან ბევრს ვსაუბრობ იმ ხალხისთვის ვიძახი, მაშინ მომწერეთ პირადში და ყველა დეტალს გაგაცნობთ აბსოლუტურად სად, როგორ, რა ფასებში, რა გაშლებს ვაკეთებ და მაქსიმალურად დაგეხმარებით ყველას. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა? მაგი არის უაღრესად დიდი დიაპაზონის კარტი. ეს შეიძლება ბრძანდებით პირველ რიგში манипуляტორი. მაგი ბრძანდებით პირველ რიგში, მოდი აქედან დავიწყებ. პირველი მაღალი არკანია ეს მაღალ არკანებს შორის. ეს არის ადამიანი, ნამდვილი მაგი, ნამდვილი შეიძლება ტაროლოგი ბრძანდებით, შეიძლება ჩემი კოლეგები უყურებთ და მოგესალმებით ყველას. ჩემი პატივისცემა და ჩემი თანადგომა, ასე ვთქვათ, ჩემი მხრიდან თქვენ საქმიანობის მიმართ. ვიცი რაოდენ ენერგო დამღლელია და რაოდენ სამუშაო რეჟიმია ისეთი, რომელიც ყველა სხვა სფეროს არ გავს. შეიძლება ბრძანდებით ნუმეროლოგი, ასტროლოგი, ტაროლოგი, ფსიქოლოგი, ძალიან კარგი არის მაგი, როგორც წესი, თავის სპეციალობაში მაგია პირველი ნომერია. თუ მაგი არ ბრძანდებით და არც ერთი ეზოთერიკის წარმომადგენელი, როგორც ჩამოთვალე არ ხართ, ეს არის ნომერ პირველი თავის საქმიანობაში, თავის სპეციალობაში, ყოველთვის ბრჭყვიალა, კი არა, ლიდერი, უფრო სწორი სიტყვა იქნება ალბათ. ყოველთვის იცის რა გზით უნდა წავიდეს, როგორ მოიხელთოს სიტუაციურად ისე რომ მშრალი გამოვიდეს ყველაზე დანაშაულ ჩადენილ სიტუაციაშიც კი და როცა დამნაშავეა ძალიან კარგად იცის და შეუძლია ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და манипуლირება ერთგვარი ძალიან კარგი манипуляტორია. ასევე მარტო ისეთ მედალს ორივე მხარე აქვს და მეორე მხარეს არის გაცილებით დიდი დიაპაზონი მისი სამუშაო სფეროსი, მისი როგორც გითხარით ფსიქოლოგიური მომენტები, მისი გვერდში დგომის მომენტებიც, არა მხოლოდ манипуляტორი, არამედ გვერდში შეუძლია ადამიანს ფსიქოლოგიურად ისე დაუდგეს, რომ თუნდაც კარგი სიტყვით დაამშვიდოს და ხვალინდელი დღის იმედი ჩაუსახოს, ერთგვარი დამხმარის როლშია, ექიმის როლშია. ძალიან კარგი ექიმები არიან, სპეციალისტები. მაგები, როგორც წესი, აქ შედის ნებისმიერი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ვინც ადამიანებს ეხმარება. ასევე შეიძლება იყოს ადამიანები, ვისაც ძალა აქვს ხელებში, თავის სამუშაო რეჟიმს აკეთებს, მიმართულია ხელით მუშაობაზე. შეიძლება ცოტა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ არიან მაგები, ვისაც აქვთ ენერგეტიკა, მასაჟის, თუნდაც ენერგეტიკა, დამამშვიდებელი რაღაცა პროცედურები ჩააუტაროს ადამიანს ფსიქოლოგიურად, რაღაცა ძალა კონდეს ხელში, აი ხელებით მუშაობა ადამიანის ფსიქიკაზე და ემოციურ ფონზე გარდა მისი, ასე ვთქვათ, მასზე კარგათაც და ცუდათაც, როგორც მაგი მოინდომებს манипуляციური რეჟიმისას, მისი დამშვიდება იქნება თუ პირიქით მისი წყობილებიდან გამოყვანა. ძალიან კარგად შეუძლია ადამიანებზე, მასებზე манипуляცია თავის ხელშია, 4-ვე სტიქია, როგორც წესი მაგის ხელშია, წინუდევს, რომელიც მას დაჭირდება იმ ხერხს და იმ სტიქიას აიღებს და იმას მიმართავს სამუშაო რეჟიმში. როგორც გითხარით, უკვე ექიმები არიან, ასევე მაგები და ასევე მაგები ხშირად არიან ხოლმე მასწავლებლებიც. შეიძლება იყოს ლექტორი, მასწავლებელი, რაღაცა ტრენინგის ჩამტარებელი, რაღაცა მოპატიეთ გზის დამნახვებელი, მჩვენებელი, ძალიან კარგი უფრო მეტი ეზოთერიკის და ესეთი ფსიქოლოგიის წარმომადგენელია, манипуляტორია ყველა ვარიანტში. თუ ატყობთ ასე თუ ისე, რომ თქვენზეა ეს გაშლა, მაშინ უყუროთ, მოდი გავიგოთ თქვენ პარტნიორზე იდენტიფიკაციას აღარ გავაკეთებ.
რისთვის შემოვიდა ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში? გარდა იმისა, რომ თქვენ ხართ მაგი და სავარაუდოდ რაღაცით მოაჯადოვეთ. ზოგისთვის მაგია იქნება, ზოგისთვის რიტუალები იქნება, ზოგისთვის უბრალოდ მომხიბლელობა, შინაგანი, გარეგანი, რითი მოაჯადოვეთ. რისთვის უпростоრად შემოვიდა ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში? რა იყო მისი მისია დღესდღეობით, რას გვაჩვენებს კარტა? პირველ რიგში ის, რომ თქვენ გაჩვენებენ ჰაერისტიკის დედოფლად, შეიძლება ჰაერისტიკი აბრძანდებით ტყუპების სასწორის ან მერწყულის ნიშანი, მაგრამ საერთო გაშლაში აუცილებელი არ არის. ასევე არის ეს კარტი ძალიან მენტალურად განვითარებული ქალბატონი, ამ შემთხვევაში ქალბატონი გაშლა ორივე სქესისთვის არის. ქალბატონი, რომელიც მენტალურად მიმართავს და ნაბიჯებს დგავს როგორც წესი ჰაერისტიკის დედოფალს, ხმალი ესე უჭირავს ხოლმე და მზად არის თავი წააძროს ნებისმიერს, ვინც შეეწინააღმდეგება, ვინც არასწორი იქნება მისი აზრით, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან რბილი ჰაერისტიკის დედოფალი ყავს. უკვე დაშვებული აქვს ხმალი, როგორც ხედავთ, უკვე საომრად მზად აღარ არის, უკვე უფრო ერთგვარად შახმატისებურ ნაბიჯებზე ფიქრობს, იმას ფიქრობს, რა ელოდება მომავალში. მომავლისკენაც იხედება, წინ ძალიან კარგად შეუძლია რომ თავის ფიქრებიდან გამომდინარე მიხვდეს რა და როგორ უნდა მარჯვნივ წავიდეს თუ მარცხნივ, ვინ არის სწორი, ვინ არ არის სწორი, თავის ფასი იცის ძალიან კარგად ჰაერისტიკის დედოფალმა. და მოკლედ ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე თქვენი ტრანსფორმაციისთვის. მე-13 მაღალი არკანი ამოვიდა, რომ ერთგვარად აი ესეთი კანონების მორჩილი ქალბატონი, კანონიერი, სინდისიერი, არავის რომ არაფერს საღალატოს არ უზამს, ყოველთვის ყველაფერს გრძნობაზე მეტად ფიქრით დგამს ნაბიჯებს, რომ როგორ არის სწორი, აი როგორ გრძნობს კი არა, როგორ არის სწორი, როგორ უნდა მიმართოს თავის ენერგეტიკა და დარჩეს ნამუსიან, სინდისიან ადამიანად. ერთგვარად თქვენი ტრანსფორმაციისთვის შემოვიდა ეს ადამიანი, რომ თქვენი თუ სამუშაო სფეროს განვიხილავთ, თქვენ სამუშაოში იყოთ, შეგეძლოთ დატკბეთ აი ამ ფინანსური წარმატებით, რომელსაც ღებულობთ სამყაროსგან და გაქვთ როგორც ჩანს საშუალება ამისი, ან უბრალოდ შემოვიდა იმიტომ, რომ თქვენი ხასიათი გამოეკეთებინა, ნახეთ რა ბედნიერია, თავის ფინანსებით, თავის გამომუშავებით, თავის ენერგიის ჩადებით, რესურსების მიღებით, შემდეგ ამ ენერგიის ჩადებიდან ძალიან კარგი ფინანსური წარმატებული ერთგვარი ფინანსების კარები გაგებოთ ამ ადამიანმა. შემიძლია გითხრათ პირველ რიგში ეს იქნება უმთავრესი ალბათ, რომ თქვენ თავზე, თქვენ ჩადებულის მიღების ენერგეტიკაზე კონცენტრირებული ყავით და არა მხოლოდ რა ჯობია და როგორ არის სწორი, არამედ სიამოვნებაც ერთგვარი რესურსი ცხრი ამ პენტაკლი ეს არის 64-ის ბაღი ერთგვარი სიამოვნება მიგიღოთ აი ამ თქვენი ნამუშევრით, თქვენი ურთიერთობით. შეიძლება ნაწილისთვის იყოს სასიყვარულო სამკუთხედზე საუბარი 3,000-ით. გარდა იმისა, რომ მნიშვნელობა არ აქვს რა სტატუსში უყურებთ ახლა, რომელი მხარე ბრძანდებით ამ სასიყვარულო სამკუთხედის, თუ ასეთი არის თქვენ ცხოვრებაში და მასზე განვიხილავთ, ეს არის უბრალოდ გართობის რეჟიმი, უბრალოდ ზედმეტი ჩაციკლის გარეშე, ზედმეტი ყველა დეტალის გამოძიების და სწორი როგორ არის და არასწორი როგორ არის მიიღება სამყაროსგან იმ ემოციის და იმ კმაყოფილების, რომელსაც ეს ადამიანი შემოგთავაზებდა, ანუ ცოტა გაგანეიტრალათ ერთგვარად სამყარომ, ასე ვთქვათ, რომ მოგწყვიტათ აი ამ ყოველდღიურ სტრესულ დაძაბულ რეჟიმს, როგორ არის სწორი, როგორ არ არის სწორი, სამუშაო რეჟიმი იქნება ეს თუ რა იქნება, სამუშაოდან ემოციური და ფინანსური წარმატების მიღების კარი ეს უკვე გითხარით გაგიღოთ, ასევე თქვენი ემოციური ფონი ცოტა უფრო დააბალანსა და შემოვიდა, იმიტომ რომ გართობილი ყავით, რომ ემოციებით დამტკბარი ყავით, რომ მიგიღოთ ის საჩუქრები, ასე ვთქვათ, საწინააღმდეგო სქესისგან, რომელიც გაკლდათ იმ პერიოდში და საჭირო იყო თქვენი ერთგვარად ემოციური ბალანსისთვის, ემოციური აღმატებულობის შეგრძნებისთვის. კიდევ რისთვის შემოვიდა ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში? ენერგოცვლისთვის სამუშაო რეჟიმზეა ბევრისთვის ეს ნაწილი და ეს გაშლა იმისთვის რომ ჩადებული მიგეღოთ რომ თქვენი ენერგია რასაც ურთიერთობებში დებდით მისგანაც მიგეღოთ ის პატივისცემა იქნება გართობა იქნება თუ ინტიმით თუნდაც კმაყოფილება რომ რთულ პერიოდში როცა მარტო გრძნობდით თავს გეგრძნოთ რომ თქვენ ხართ საყვარელი ქალი თქვენ ხართ ძვირფასი ქალი